როგორ შევაჯამო ზდანევიჩის პორტრეტი? რა არის ილიასდის ფენომენი? რა მოძრავებდა მას? რამ განაპირობა მისი ცხოვრება? სწორია თუ არა იმის თქმა, რომ ეს იყო დაუოკებელი ცნობის მოყვარეობა, დაუკმაყოფილებელი ინტერესი, ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენის პრაგმატული გათვლის გარეშე. რაც ჩვენ წარმოუდგენლად გვეჩვენება, მისთვის ჩვეულებრივი რამ გახლდათ. ამ გადმოსახედიდან ილიასდის პიროვნული მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ძალაუნებურად რენესანსის ეპოქის ტიტანებს უტოლდება. რთულია სრულყოფილად ამომწურავად მოთავსდეს ერთ ფილმსა თუ გადაცემაში იდუმალი გენიის განსაკუთრებული სახე მე-20 საუკუნის ხელოვნების ისტორიაში. ადამიანი, ვისაც ცხოვრებაში არც ერთი ნახატი არ დაუხატავს, არადა მის პერსონალურ გამოფენებს მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა მოწინავე საგამოფენო სივრცე მასპინძლობდა. პომპიდუს ცენტრი პარიზში, მომა ნიუ-იორკში, მონრეალი იტალია, შემდეგ ისევ პარიზი და ასე შემდეგ. დრამატურგი ჟანი კოქტო ილიასადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში მას პირდაპირ მიმართავს. მე არ ვიცი რისგან შედგებიან ვარსკვლავები, მაგრამ მთელი შენი ცხოვრება დიდი ვარსკვლავური გზაა.